ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგებელმა რობიზონ გვენეტაძემ საქნახშირის გენერალურ დირექტორთან, ჯამბულ ჯაყელთან და სხვა წარმომადგენლებთან ერთად ის ინფრასტრუქტურული ობიექტები დაათვალიერა, რომლებიც სიძველის გამო საფრთხის შემცველია და დემონტაჟს საჭიროებს. როგორც აღინიშნა, გორგასალის ქუჩაზე ნომერ 6-ში მდებარე ნახევრად დანგრეული ორსართულიანი საცხოვრებელი სახლისა და მინდელის სახელობის შახტის საერთო საცხოვრებლის მიმდებარედ არსებული შენობის დემონტაჟს საქნახშირი თავისი ტექნიკით უზრუნველყოფს. მანამდე კი ამ ობიექტების საგანგებოდ შეღობვა მოხდება და ამ ფორმით მათში შეცვლა აიკრძალება. ადგილობრივი მცხოვრებლები მადლიერებასა და კმაყოფილებას გამოხატავენ ამ ინიციატივის მიმართ. დემონტაჟი უნდა შენობას. დაგეგმა უნდა, დაშლის გეგმა უნდა დემონტაჟი გაუკეთო. საფრთხე შეიცავს ახლა ეს. ბავშვები არ მოხდნენ, ცხოველები არ მოხდნენ. ჯერ გადავღობავთ სასწრაფოდ, რომ ვერავინ ვერ მოხდეს. იგივე ქვედა შენობაზე გამგებელმა თქვა მივეხმარებთ. იმასაც ალბათ დავშლით. ძალიან კარგი იქნება თუ დაანგრევენ. არის ავარიული სიმი, შესვლა შეიძლება პატარა ბავშვებს უყარეულად, რამდენს უყარეული. არის ბინა ავარიულ მდგომარეობაში. ხედავთ და ამ მდგომარეობა არის. ბავშვები თამაშობენ. უშლით, ბავშვები არ იშლის. ძალიან კარგი იქნება თუ დაანგრევთ და რამე გაგეთვა. ტყიბულში ადგილობრივი ხელმძღვანელობის ინიციატივით 3 თანამედროვე ტიპის მოსაცდელი განთავსდა. ისინი ბრეგვაძის ქუჩაზე არსებული სპორტული მოედნის, გორგიძის ქუჩის ნომერ 1 საცხოვრებელი სახლისა და მეშახტის ქუჩაზე ნომერ 5 საჯარო სკოლის მიმდებარედ დაიდგა. აღნიშნულ ობიექტზე მონიტორინგი განახორციელეს გამგებელმა რობიზონ გვენეტაძემ, მოადგილემ გიორგი ლომთაძემ, ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამსახურის უფროსმა ზაზა სოსიაშვილმა და სხვა შესაბამისი უწყებების წარმომადგენლებმა. მათ ახალი მოსაცდელები ადგილზე მისვლით დაათვალიერეს და მოსახლეობას გაესაუბრნენ. პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით 9300 ლარის ფარგლებში განხორციელდა. მიმდინარე სამუშაოები კი ტენდერში გამარჯვებულმა შპს სპეცმშენი 6-მა შეასრულა. ჩვენი ბიუჯეტით რაც მოვახერხეთ, საკუთარი შემოსავლებით გავაკეთეთ 3 მოსაცდელი, თანამედროვე ტიპის, კარგი დიზაინით, ესთეტიკურად ძალიან ლამაზად გამოიყურება. მოსახლეობის მოთხოვნა იყო ფაქტიურად წვიმის დროს არ ქონათ საშუალება, რომ თავიც კი შეეფარებინათ. ჩვენი ყურადღების ცენტრში არის ადამიანებზე ზრუნვა, მწირე შემოსავლებითაც კი ვახერხებთ პატარ-პატარა ესეთი ობიექტების გახსნას. და ჩვენი მიზანია მომავალშიც თუ გაგვეზრდება შემოსავლები, აუცილებლად გავაკეთოთ აქცენტი ეზოების მოწყობაზე, სკვერების მოწყობაზე და მინდა გითხრათ, რომ წელს ჩვენ ჩასმული გვაქვს ჩვენს გეგმაში ერთ-ერთი სანიმუშო სკვერი, რომელიც არსებობდა ტყიბულში, ეგრეთ წოდებული კეცხოველი სკვერი, მისი მოწყობა განახლება. მადლობელი ვართ, მიიღეთ ყურად ჩვენი თხოვნა, შეცვალეთ ძველი მოსაცდელი და ახლით და ლამაზია რა თქმა უნდა. კარგად უყურებთ, რომ ცოტა ხელშესავლებია იქ გვერდით მდებარეობა, თუ კი იმას მოგვაშორებენ, ჩვენც ჩვენებურად, რაც შეგვეძლება, გავალამაზებთ თავრობის დამსახურებას, რაც ხალხს ამოუდგება გვერდში, დავაფასებთ სათანადოდ. აღნიშნულმა ხელმძღვანელმა პირებმა ნომერ 2 საბავშვო საქალაქო ბიბლიოთეკაც მოინახულეს, სადაც წიგნები და საგამოფენო კუთხეები საგულდაგულოდ დაათვალიერეს და სამომავლოდ დაგეგმილ ლიტერატურულ ღონისძიებებსაც გაეცვნენ.